მნიშვნელოვნად, ძალიან მნიშვნელოვნად არის გამოძიებული გირგვლიანის საქმე. როცა ვამბობ მნიშვნელოვნად, ეს ნიშნავს იმას, აი სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებული. არ არის დარღვეული, რომელიც ევროსასამართლომ დააწესა, თუნდაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. არა, გამოძიება მიმდინარეობს იმ ინტენსივობით და ძალიან მიმდინარეობდა ყოველ შემთხვევაში, ახლა მე დროში უნდა დავალაგო თემები. ისეთი ინტენსივობით, როგორიც კი ჩვენს რესურსებს შეესაბამებოდა ცალკე ძალიან პროფესიონალი გამომძიებელი თავიდან ბოლომდე ამ საკითხს სწავლობდა, იძიებდა სკრუპულოზურად და მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არის გამოძიებული სუფრის სცენა, გამოძიებული არის ციხეში თუ რა ვითარებას ჰქონდა ადგილი, თითქმის ყოველი დღე. იქ ერთი ელემენტი იყო დარჩენილი, რომელიც დღესაც კი თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ასე იყო, გამოძიება საჭიროებდა კონკრეტულად გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი რა იყო, რადგან ვერ ხერხდებოდა ზუსტად დადგენილიყო ის მოკლულ იქნა თუ ის ასე ვთქვათ გაქცევის დროს იქნა გარდაცვლილი. ჩვენ საუბრობთ უტყუარად, ანუ გამოძიება უნდა როცა განაცხადებს, რომ ეს გამოკვლეული უნდა დაადგინოს, ყოველგვარი კითხვის ნიშნები უნდა იყოს მოხსნილი. ანუ გირგვლიანის საქმეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი აბსოლუტურად ეს ეპიზოდი რჩება გამოსაძიებლად. და იქნება ალბათ ამის, ყოველ შემთხვევაში მიჭირს ახლა პროგნოზირება. ფიქრობთ, რომ 3 თვის განმავლობაში ახალ პროკურატურას გაუჭირდებოდა ამ ერთი ეპიზოდის გამოძიება? არის, აქ არ არის საკითხი იმაზე, რომ ვიღაცამ დაიზარა და ამიტომ ის არ იქნა გამოძიებული. პირიქით უამრავი ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული, უამრავი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ამომწურავად იქ ეჭვები არ არის გამორიცხული და არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუ კი არ არის ბოლომდე გამყარებული იქ ყველა მტკიცებულებით. აი ეს საკითხი ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში და არა იმის გამო, რომ ვინმეს დაეზარა.